შემოგვიერთდა გადაცემის პირველი სტუმარი თემქაზე მდებარე ბიჭუნთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარია. დილამშვიდობის მომამალ. ღმერთმა დააგლოცოთ, ყველას გილოცავთ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას, შეგვეწიოს მადლი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა და ფარავდეს სრულიად საქართველოს. მადლობა თქვენს გილოცავთ. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა არის მამაო, ეკლესიური ცხოვრება თანამედროვე სამყაროში. ეკლესიური ცხოვრება რამდენად რთულია, ეს კიდევ სხვა თემა ალბათ, მაგრამ აი თანამედროვე სამყაროში რამდენად რთულია, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ 21 საუკუნეში ყველაზე უფრო რთულია ეკლესიური ცხოვრება, არა და ყველა დროში ღირსეული ქრისტიანი რომ იყოს ადამიანი, ყველა დროს თავისი გამოწვევები აქვს და ალბათ ყველა დროში რთული იყო და არ არის მხოლოდ ახლა 21 საუკუნე რაღაც განსაკუთრებული დრო, როდესაც ყველაზე უფრო რთულია, მაგრამ მაინც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაზე უფრო რთულ დროში ვცხოვრობთ. აი რამდენად რთულია აი ამ ეპოქაში ადამიანი რომ იყოს ეკლესიური? დიახ, საკმაოდ გართულდა ცხოვრება, დრო დაჩქარდა არა იმის გამო რომ რაღაც დედამიწა სხვანაირად დაიწყო ბრუნვა, არამედ იმიტომ რომ ადამიანი, ასე ვთქვათ, ტექნიკურმა განვითარებამ მოიტანა ის, რომ ადამიანი სწრაფად გადაადგილდება, დაუშვათ ერთი თვე თუ უნდებოდა სადღაც შესასვლელად დღეს 1 საათია მისთვის ეს საკმარისი გადაფრინდება და ამან მოიტანა ის, რომ დრო დაჩქარდა, მანქანით გადაადგილდება ადამიანი ტრანსპორტით და ისე არის საქმე, რომ ადამიანები ხშირად როცა ვსაუბრობთ ადამიანებთან, გვეუბნებიან, რომ აი ჭამის დროც კი არ აქვს ადამიანს, რომ აი მიირთვა საკვები, ესეც კი ავიწყდება, ესეთი ორუმტრიალი, ასე ვთქვათ, მის გარშემო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანმა ნამდვილად უნდა მოიცალოს ეკლესიისათვის, ნამდვილად უნდა მოიცალოს ლოცვისათვის, ღვთისდიდებისათვის და მით უფრო რომ დღეს ჩვენ ვიმყოფებით შობის მარხვაში და მარხვის პერიოდში ადამიანი გარდა იმისა, რომ შაბათ-კვირას უნდა დადიოდეს ტაძარში, კიდევაც უნდა ახერხებდეს, რომ უფრო მეტი დრო გამონახოს იმისათვის, რომ მივიდეს ტაძარში, რადგანაც მთელი მისი მოღვაწეობა და საქმიანობა დაკავშირებული არის ესე პირობითად ვთქვათ, მისი ფიზიკური ხორციელი ცხოვრების მოსაწესრიგებლად, ანუ ეკონომიკური მხარე რო კონდეს მას მოწესრიგებული, მაგრამ ამავდროულად ღვთის მადლი საჭიროებს დიდად ადამიანი და აი უფალმა 6 დღე როდესაც იშრომა მე-7 დღეს თავისი ნაშრომი დალოცა აკურთხა მიფინა მადლი სულისაწმინდისა და აი როდესაც ადამიანი 6 დღე შრომობს და აუცილებლად უნდა იშრომოს ადამიანმა, უნდა გაისარჯოს ფიზიკურად აიღალოს მე-7 დღეს მან უნდა ადიდოს უფალი მივიდეს და აი თავისი ნაშრომი უფალმა უკურთხოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ეს აკლია ადამიანს ხშირად. ღვთის დალოცვა, ღვთის მადლი. და აი ამ მადლის გარეშე თითქოს აი ამ მთელს მის ნამოქმედარს არ აქვს ბარაკა, არ აქვს ხეირი, ესე ვთქვათ. და ადამიანი არის უმადლოდ და ეს იგივეა, უმადლოდ ყოფნა გავს დაახლოებით ადამიანს, რომელსაც არ ყოფნის ჟანგბადის, ესე ვთქვათ, მიწოდება. აი ვერ სუნთქავს ადამიანი, წარმოიდგინეთ როგორ შეიძლება ის იყოს მშვიდად და წყნარად. აი ჩვენ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება აღნიშნეთ, მისი შემდგომი დღესასწაული გახლავთ დღეს და თავად ღვთისმშობელი არის მაგალითი თუ როგორ ის აღიზრდებოდა ტაძარში 12 წლის განმავლობაში. 3 წლიდან 15 წლამდე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი აღიზრდებოდა ტაძარში და ტაძარი, როგორც ამბობენ მამები, ეს არის ადგილი, რომელიც ბრძოლით ცოდვისაგან იქნა, ესე ვთქვათ, მოპოვებული. სულიერი ბრძოლით, რა თქმა უნდა. ეს არის ადგილი, სადაც არის დედამიწაზე, ესე ვთქვათ, ცათა სასუფეველი. უფალმა თავისი ჯვარცმით, აღდგომით მოიტანა კაცობრიობას მოუტანა უდიდესი მადლი, გამოხსნა, აღდგომა მოიტანა, რომ ადამიანისთვის გარდაცვალება სიხარულის მიზეზად იქცა, რადგანაც ადამიანი გარდაცვალებით შედის ცათა სასუფეველში, უფალს მიახლება და დედამიწაზე დაგვიტოვა ტაძრები. თავად მარად ტაძარში მყოფი უფალი ჩვენი იესო ქრისტე განსწავლიდა ჩვენ და თავისი მაგალითით გვანახებდა იმას, რომ ადამიანი ხშირად უნდა იმყოფებოდეს ტაძარში. ეს არის ადგილი, ესე ვთქვათ, მოდით რომ დედამიწაზე ადგილი, სადაც არის მადლი ღვთისა, ცათა სასუფეველი. აი ტაძარი გავს თავისი გარეგნული და შინაგანი მდგომარეობით ცათა სასუფეველს. ჩვენ ტაძარში ვხედავთ ხატებს და მათ წმინდანები არიან, ესე ვთქვათ, მათი სახეა, სარკმელია და რა თქმა უნდა, მადლი ღვთისა, ლოცვა, რომელიც აღესრულება ტაძარში, ეს არის ის მდგომარეობა, რომლითაც ადამიანს მოუწევს ყოფნა უფალთან. და ამიტომ რაც შეიძლება ხშირად უნდა მივდიოდეთ ტაძარში, ვღებულობდეთ მადლს, ვღებულობდეთ იმ სიხარულს, რომელიც მოეფინება ყოველ ჩვენთაგანს. აი დღეს ადამიანი დამძიმებულია ცოდვისაგან.
აი ამ წუთი სოფლის საქმეთაგან და ხშირად აი ეს 21 საუკუნის დაავადებები, როგორც არის ნერვოზები, სხვადასხვა ადამიანის დეპრესია, ეს მომდინარეობს იქიდან, რომ ადამიანი ძალიან ბევრ ამას არის მოჭიდებული, ანუ ბევრ საქმეს აკეთებს, ბევრი საზრუნავი აქვს, ბევრი საფიქრალი აქვს და ეს ყველაფერი ადამიანს, ესე ვთქვათ, აცლის ენერგიას და მას ის საჭიროებს აუცილებლად ღვთისაგან დალოცვას, ღვთის მადლს და როგორც კი მივა ადამიანი ტაძარში დამძიმებული, ესე ვთქვათ, ესე ძალების გარეშე ამ ძალების აღდგენა ხდება ტაძარში. და როგორ განტვირთვა ხდება ამავდროულად? დიდი, რა თქმა უნდა. და ახალი ენერგიის მიღება, რომელიც მე მომდევნო კვირაში გეხმარება ყოველდღიურად. დიახ, აი, როგორც თქვით, რომ 6 დღის ნამუშევარს გილოცავს და გილოცავს უფალი, იმასაც მაწვიფენს და შენს ძალა გეძლევა წმინდა ზიარების მიღებით, რომ აი ესე ვთქვათ, შენ განიკურნო ის რომ რაც შეიძლება ხშირად უნდა ამბობდეს ადამიანი აღსარებას, ეს ეშმაკის ბუდებს არღვევს, რომელიც ცდილობს რომ ადამიანში რაღაც ჩანერგოს თავისი ესე ვთქვათ საქმიანობა და ადამიანი აცტუნოს და ესე ვთქვათ რაღაც ცოდვა ჩაადინიოს სხვადასხვა. ერთხელ ერთი მღვდელი მიდიოდა ქუჩაში და ერთი ბავშვი რაღაც გარეუბნიდან ესე შემოეჯახა მას. ცოტა გახედა და არის ერთი 5-6 წლის ბავშვია და ესე მუხლებამდე ყლაპოში არის, თმები დაუვარცხლებული, სახე მთლიანად გამურულია, ხელები დაუბანელი, ესე ვთქვა დახეული ტანსაცმლითა და შულო საიდან მოდიხარო ეკითხება ეს მღვდელი და ჯოჯოხეთიდან მოვდივარო ეუბნება. და გაუცდა ახლა ეს მღვდელი ჯოჯოხეთიდან მოვდივარო და მამას რა ქვიაო და მამას სატანა ქვიაო და დედასო სატანის ფრთაო. ესე გაუცებული ახლა ეს მღვდელი და დაძმა ყავსო შვილო და კიო და რა ქვია ეშმაკები ქვია იმათო და კი მაგრამ საცხოვრობო შვილო და აი მოკიდა ბავშვმა და წამოდიო აი განახებო სადაც ცხოვრობ და იქვე 20 მეტრში მიიყვანა ესე ეზოარი მურღვეული რაღაც სახლი რაღაც ძველი სახლია და შევიდა თუ არა მღვდელი ეზოში ესმის რაღაც საშინელი გინება მამა რაღაც დედას აგინებს საშინელი გინებით მერე დედა ეძახის მამას შენ სატანა ხარ ისეუნება შენ კი სატანის ფრთა ხარ იქ ბავშვებმა გაიარეს და აქ ეშმაკებო აღარ გნახოთ გამოსული და ესე და ეს ქალი იძახის როგორ ჯოჯოხეთად იქცა ეს სახლიო და აი მიხვდა მღვდელი რომ რატო იძახდა ეს ბავშვი რაღაც საშინელ სიტყვებს რადგანაც სხვა სიტყვები არც გაეგო ამ მღვდელს და ძალიან საინტერესოა რომ რატო იქცევა სახლი ჯოჯოხეთად რატო ხდება ეს რატო ხდება ეს იმით რადგანაც თუკი ჩვენ არ ლოცულობთ ჩვენ კი თუკი ჩვენ არ მარხულობთ თუკი ჩვენ დილას აღამოსლოცებს არ ვკითხულობთ არ დავდივართ ტაძარში ღმერთს თაყვანს არ ვცემთ არ ვინანიებთ ჩვენ წოდებთ ცხოვრობთ არაწმინდებით ესე ვთქვათ ნარკომანიით თავარ დაკავებული თუნდაც დღეს სახლში ლოთობით გინებით აი ესეთი მაშინ სახლი ნამდვილად სამწუხაროდ იქცევა ჯოჯოხეთად და აი ასეთ სახლში შედის ეშმაკი ბუდობს და აუტანელი ხდება უკვე ცხოვრება ესეთ სახლში ხშირად უწმინდესმა ბრძანა რომ აი უნდა ხშირად აკურთხოს ადამიანმა ყოველთვიურად აი ამიტომ აქედან გამომდინარე თქვა თუკი ადამიანი დამძიმებულები ვართ აი ცხოვრებით და ოჯახში არის ძალიან დიდი დაძაბულობა აი ესეთი მდგომარეობა რადგან ეშმაკს როდესაც ის შედის მასში აქვს ძალიან ცუდი ესე ვთქვათ ცხოვრება ეს ჩხუბი ყლა შედის ესე ვთქვათ გინება წყევლა რაღაც აუტანელი ხდება ეს არაჯანსაღი ურთიერთობა ესე იგი რაღაც ოჯახში არის საშინელი ესე ვთქვათ დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ ხოლო იქ და აი ასეთი ცხოვრება ნამდვილად ჯოჯოხეთად აქვს ადამიანს ქცეული და პირიქით სადაც არის დილას საღამოს ლოცვის კითხვა სადაც არის ღვთის თაყვანისცემა სადაც ოჯახის წევრები დადიან ტაძარში ამბობენ აღსარებას ეზიარებიან ისინი მოწყალებას გასცემენ ესე ვთქვათ ასევე აი ამ განსასწრებლებს და მწუხარებებს სიხარულით ითმენენ აი ესეთ ოჯახში მადლი მოეფინება და ესეთი სახლი იქცევა რა თქმა უნდა ღვთის სახლად, მცირე ეკლესიად და ასეთი სახლში ცხოვრება სულის ცხონების, ესე ვთქვათ, გზაზე დადგომად ექცევა ადამიანს და მათი ცხოვრება უკვე ასეთ ოჯახს ქვია მცირე ეკლესია და ამ ოჯახის წევრებს ქვიათ უკვე ადამიანებს, რომლებიც ეკლესიურად ცხოვრობენ. ანუ ისინი დაკავშირებულნი არიან ყველაფრით ეკლესიასთან და აი ესე უნდა ცხოვრობდეთ ჩვენ და იქნებით ბედნიერები. აი თქვენ ეკლესიური ადამიანი ახსენეთ. ხშირად ვამბობთ ხოლმე ჩვენ რომ ეს ადამიანი ეკლესიურია. საინტერესოა ამ რა უნარჩვევებს უნდა ფლობდეს ადამიანი, რომ მას ესე ეკლესიური ადამიანი ვუწოდოთ. აი რამდენად არის დაკავშირებული ეკლესიური ადამიანი არა მარტო შინაგან რწმენასთან, არამედ გარეგან გამოხატულებასთანაც. აი ტაძარში სიარულზე, როდესაც ვსაუბრობთ, აი უცნაურია, რომ ჩვენ
21 საუკუნის შემდეგ კიდევ გვიწევს იმაზე საუბარი, რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტიანისთვის ტაძარში სიარული და რომ აუცილებელია წირვა-ლოცვაზე დასწრება. აი რა უნარჩვევებს მოიცავს ეკლესიური ადამიანი, რა უნდა ევალებოდეს მას? დიახ, ძალიან საინტერესოა, აი დაუშვათ, როდესაც ადამიანს სურს იცხოვროს ეკლესიურად, როგორ უნდა დაიწყოს არა ეკლესიური ცხოვრება. ეს დაახლოებით გავს ისეთივე აფიქრს და ისეთივე ქმედებას, რომ აი ადამიანს უნდადეს განათლების მიღება, ცოდნის მიღება და რა უნდა გააკეთოს, აუცილებლად უნდა წავიდეს სკოლაში. და მიიღოს განათლება ზოგადი, შემდგომად პროფესიული განათლება და ასე შემდგომ. ანუ ეკლესიური ცხოვრება ეკლესიის გარეშე, ტაძრის გარეშე არის ყველა წარმოუდგენელი. ანუ პირველი საფუძველი, რითაც უნდა ადამიანმა დაიწყოს ეს ცხოვრება, არის რა თქმა უნდა ტაძარში სიარული და შემდგომად ამისა საღვთო საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღება და საფუძველი ეს გახლავთ ლოცვა და მარხვა. ეკლესიური ადამიანი, რა თქმა უნდა, არის მლოცველი ადამიანი. ქრისტიანობა ადამიანში იზომება იმდენად, რამდენადაც ის ლოცულობს. რადგანაც ლოცვა და მარხვა ეს არის აი ესე ვთქვათ მექანიზმი ქრისტიანის ცხოვრებისა, რომელზეც ფუძნდება შემდგომ მისი ესე ვთქვათ შემდგომი სათნოებები. თუ არ არის ლოცვა ადამიანში და თუ არ არის მარხვა, ეს ყველა წარმოუდგენელია, რადგანაც ადამიანი ესე ვთქვათ ერჯერადა თუ რაღაც სიკეთეს გააკეთებს, ეს არ არის რა თქმა უნდა სულისათვის საკმარისი. ადამიანი მუდამ საჭიროებს ღმერთთან ყოფნას, აი ეს ურთიერთობა გაწყდა, როდესაც ადამიანი იყო ცათასასუფეველში. აი ეს ურთიერთობა მუდმივი ღმერთის ხსოვნის, ღმერთთან ყოფნობის ურთიერთობა გაწყდა და ადამიანი ამ ურთიერთობას აღადგენს ესე ვთქვათ ლოცვით, მარხვით და ბედნიერი ადამიანი, რომელიც უფალს მიახლება, რადგანაც ადამიანი ისე არის შექმნილი, რომ მის საჭიროებს გარეგან ესე ვთქვათ დახმარებას და საღვთო მადლი არის რა თქმა უნდა აუცილებელი ადამიანის არსებობისათვის და როდესაც ადამიანი ლოცულობს, ისე ვიტყვით, აი დილას აღამოს ლოცვა ადამიანმა უნდა ეცადოს რომ აუცილებლად წაიკითხოს. აი ხო არის ესეთი განცდა ადამიანს რომ ლოცვა უნდა წაიკითხო მხოლოდ მაშინ, როცა შენ გაგიჩნდება სურვილი. აი ტაძარში მაშინ უნდა გაწახვიდე მხოლოდ როცა ეს არ არის სწორი, რადგანაც ქრისტიანი გავს მხედარს გუშაკს, რომელიც გადის საგუშაგოზე, იქ ქარია, წვიმაა თუ საერთოდ შეიძლება ეზარებოდეს და ეძინებოდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა ის არის ვალდებული, ის არის მხედარი. ქრისტიანი არის ქრისტეს მხედარი. ის აუცილებლად ლოცვა, როდესაც უნდა წაიკითხოს, აი მთელი სიბეჯითე მან იქ უნდა გამოავლინოს, რადგანაც მლოცվել ადამიანზე გარდამოდის მადლი სულისაწმინდისა, რომელიც ახარებს, რომელიც აბედნიერებს, რა თქმა უნდა, ადამიანს და ის მარტო თვითონ არ ესე ვთქვათ, მისთვის საკმარი არ არის, ის მადლს ფენს სხვა ადამიანებს. აი ჩვენ ხშირად გვითქვია, რომ ჩვენ ვართ ეკლესიური რისთვის, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ღვთისაგან ვალდებულება, რომ არა მარტო ჩვენთვის მოვიხმაროთ, ისევე როგორც მდიდარმა ადამიანმა ღმერთი რატო აძლევს, რომ არა მარტო ხო უნდა გაუნაწილოს, იქ ნათესავს დაეხმაროს, მეზობელს დაეხმაროს, გაჭირებულს რომელსაც ხელი მოუმართოს, იმიტომ აძლევს, რომ ამით ცხონდეს. აი ადამიანი, რომელსაც მიეცა ეს ნიჭი, ტალანტი, ღვთის მადლი არა, მოფინ აი რატო ახლა შენი ძმა დადის, შენ დადიხარ, შენი და მას ერთგვარი მისიაც მიეცა. აუცილებლად, ხო შენ მისია გაქვს, რომ შენ უნდა იქადაგო, შენ მოგანიჭა უფალმა ღმერთმა ეს და შენ ნაცვლად იმისა თუ კი საკუთარი თავისთვისაც კი არ ხმარობ ამ ნიჭს და უკვე სხვას როგორ გამოახმარ, იყო მაგალითი აღმსარებელი და ღვთისმადიდებელი, რადგანაც ამით შენ უამრავ ადამიანს მიჰფენ მადლს, წყალობას არა? თავადაც უნდა იყო ამ მაგალითის მიმცემი, რა თქმა უნდა და მუდამ და დავდიოდით, რა თქმა უნდა, ტაძარში, უნდა ვიყოთ მომთმენი, რა თქმა უნდა და ეს არის ესე ვთქვათ, მთავარი ნიში ჩვენი ქრისტიანობისა, რომ მე ესე იგი ლოცულობდე და აუცილებლად მარხულობდე, რადგანაც ეშმაკეული როდესაც მოუყვანეს უფალს ვერ განკურნეს მოწაფეებმა და უფალმა განკურნა და მე კითხეს რომ კი მაგრამ ჩვენ რატო ვერ გავკურნეთო და ბოროტი ესე განიდევნება ლოცვითა და მარხვითაო. ანუ მლოცველი ადამიანი არის ადამიანი, რომელსაც ესე ვთქვათ სულიერი არითმია არ გააჩნია. ესე პირდაპირ შეიძლება მასში არის მუდმივად ღმერთი. მასში არის წყარო მადლისა, ეს არის ღმერთის ყოფობა, რომელიც შემოდის ადამიანში და მოდი ესე ვთქვათ ჩვენ რატო დავდივართ ტაძარში? იმიტომ რომ ჩვენ ვიქცეთ თავად ტაძრად.
აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი მუდმივად უნდა დადიოდეს ტაძარში იმისათვის, რათა მოდიოდეს ტაძარში და ეს ტაძარზე აღმართული ჯვარი, ეს არის მიმანიშნებელი ქრისტიანისათვის, რომ მისი სამყოფი არის ცათა სასופველი ხო სიმბოლიკა, ყველაფერი ესე ვთქვათ ალეგორიულიცაა და გადატანილი მნიშვნელობით არის ყოველივე ტაძარში და აი აქეთკენ უნდა ვიყოთ მომსწრაფენი და როდესაც გვექნება განსაცდელი, როდესაც გვექნება მწუხარება, რაღაც ხშირად მივიდეთ ტაძარში, ვილოცოთ, დავესაუბროთ მოძღვარს და რაც შეიძლება ხშირად აი ესე ამბობს იონი ოქროპირი დარიგებაში ერისკაცთათვის, რომ ქრისტიანო თუკიო არისო შესაძლებელიო, ყოველ საათში ერთხელ ჩააბარეო მოძღვარსო აღსარებაო. ნუ ეს რა თქმა უნდა წარმოუდგენელია, მაგრამ რამდენად ესე ვთქვათ ძლიერი იარაღი აღსარება ბოროტის წინააღმდეგ, აი ამაზე გვესაუბრება და მამები წერენ, რომ ესე იგი პირველი საშუალება, რითაც ქრისტიანმა, რომელიც იგრძნობს თავის თავზე ბოროტის ესე ვთქვათ მოწევნას, არის ხშირი აღსარების თქმა. აი ადამიანი ძალიან ხშირად უნდა ამბობდეს აღსარებას და ადამიანმა ასევე უნდა ისწავლოს მისი ტკივილის გამოთქმა აღსარების დროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ, რამდენად სწორად ვამბობთ ჩვენ აღსარებას და მამა დავით, მე მინდა ისევ ჩვენი საუბრის დასაწყის დავუბრუნდე, როდესაც ჩვენ საუბარი დავიწყეთ 21 საუკუნის სირთულეებით და საინტერესოა დღეს ქრისტიანი ადამიანი რა გამოწვევების წინაშე დგას. თანამედროვე სამყაროში ყველაზე მეტად რა პრობლემები დგას ქრისტიანის წინაშე? დიახ, აი დგას ადამიანისთვის უმძიმესი ხდება ის მდგომარეობა, რომ თუნდაც ადამიანი არაბუნებრივ მდგომარეობაში იმყოფება. მოდი ისე ვთქვათ, რომ ადრე ადამიანი მიწას იყო მიჯაჭვული, რაღაც სამყაროსთან იყო შერწყმული და რაღაც განტვირთვის მშვენიერი საშუალება ჰქონდა ადამიანი სამყაროსთან ურთიერთობით, ცხოველებთან ურთიერთობით, რაღაცნაირად ღვთისქმნილებებთან ურთიერთობით განიტვირთებოდა. ეს ხო სიხარულად მოეცა, თანაშემწედ მოეცა, რაღაც სამხიარულოთაც მოეცა ეს ყოველივე სამყაროში და თუნდაც ცხოველებიც ადამიანს და ამას ყველაფერს მოწყვეტილია თუნდაც ქალაქური ცხოვრები ადამიანი აბსოლუტურად ჰაერში არის გამოკიდებული ადამიანი ამ ბეტონის ესე ვთქვათ კონსტრუქციებში არის და არც ისეთი ბეტონის კონსტრუქციებია რომ ცაც კი აღარა ჩანს უკვე ზოგ ადგილას ისე რომ გაიხედები ცაც აღარა ჩანს აბსოლუტურად და ადამიანი არის აბსოლუტურად აი მოკლებული აი ამ სამყაროს და ასეთ მდგომარეობაში რა თქმა უნდა ადამიანი გარდა იმისა რომ ფიზიკური სხეულისაგან შედგება სულისაგან შედგება და ეს სულიერი საკვები თუ ადამიანმა არ მიიღო რა თქმა უნდა ის დატანჯული იქნება ადამიანს აქვს ესე ვთქვათ გარდა იმისა რომ იძინებს და იღვიძებს აქვს ინტერესთა სფეროები ის რაღაც დაინტერესებული არის რაღაც ფეხბურთს უყურებს რაღაცა ანუ სულ რაღაც აი საკვებს საჭიროებს სულ რაღაცა განახლებას საჭიროებს და ინტერესთა სფერო აქვს ძალიან დიდი წიგნის კითხვა სურს ადამიანს რაღაცით ინტერესდება და აი ამიტომ ადამიანი აი ამ ეს შემოქმედებითი უნარი რომელიც აქვს ადამიანს და ესე ვთქვათ სულიერი მოთხოვნილებები ისე უნდა გააკეთოს რომ ეს არ დაახშოს და ამ სულიერი მოთხოვნილების დაუკმაყოფილების გარეშე არ დარჩეს რა თქმა უნდა კიდევაც თეატრში უნდა წავიდეს აი მშვენიერ ფილმს უყუროს რა თქმა უნდა განვითარდეს მაგრამ არ უნდა განვითარდეს იმ კუთხით რომ მოშორდეს თავარ საძირკველს კი თავარ საძირკველს ქრისტიანობას რაც არის საფუძველთა საფუძველი ჩვენ ძმებოდადებო ხო არ ვიცით როდის სწავლთ ამ ქვეყნიდან ჩვენ ხო არ ვიცით როდის გველოდება არავინ თავითვისით ცოცხალარს და არავინ თავითვისით მოკვდებისო ამბობს პავლე მოციქული რომელი ერთი ჩვენთაგანი ვიტყვით რომ ხვალ მე ცოცხალი ვიქნები ეს იმით არ ვამბობ რომ ახლა პირიქით სიხარული ადამიანისთვის მლოცველი ადამიანისთვის რომელიც უფალს ადიდებს ევედრება ის ცხოვრობს ბუნებრივი წესით აი ამისგან არავინ არ ვარ დაზღული და ამიტომ ადამიანი მარადიულად უნდა ემზადებოდეს აი ამ გზავრობისთვის ზეციური გზავრობისთვის და მის ცხოვრებას ეკლესიური ცხოვრება ადამიანისას არანაირად ხელს არ უშლის. პირიქით, ეს არის ეკლესიური ცხოვრება ადამიანს აძლევს ძალას, რათა სრულად გამოავლინოს თავის შესაძლებლობები. ეს ხო მოწესრიგებული ცხოვრება. მოდი ესე ვთქვათ, პროდუქტიული და მოწესრიგებული ცხოვრების გარეშე და საკუთარი თავის ესე ვთქვათ, ანალიზის კეთების გარეშე ვინმეს რამე მიუღწევია, რომელიმე მეცნიერი ავიღოთ, რომელიმე მწერალი ავიღოთ და გინახელოვანი თუ ვინ მოღვაწე ადამიანი მით უფრო
წმინდა მამები. მათ ჰქონდა დრო საოცრად გათვლილი. აი ხშირად ჩვენ გვესმის პატრიარქი ამბიონიდან გვეუბნება რომ დრო ესე ვთქვათ გათვალეთ. დრო არის ისეთი რამ რაც შემდგომ არ ბრუნდება. და იმიტომ აი ამ დროს უნდა გაფრთხილება, დროს უნდა მოწესრიგება, რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს იმას რომ შენ დრო არ გქონდეს გართობისათვის. აუცილებლად ეს ერთმანეთის ესე ვთქვათ ჩანაცვლებით ხდება იქ რაღაც ხელსაქმით დაკავდა შემდგომ ლოცვით შემდეგ რაღაც სხვა საქმიანობით და ესე აი მამადავით ძალიან მნიშვნელოვანია ეს მომენტიც ადამიანის ცხოვრებიდან რომ რატომღაც საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს რომ ეკლესიური ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს ჩაკეტილი, აუცილებლად უნდა იყოს ძაძებით მოსილი, მოუწესრიგებელი, მუდმივად დღე და ღამე ეკლესიაში უნდა იყოს, მან არაფერი იმის ირგვლივ არ უნდა გააკეთოს, არც ნათესავი უნდა მოინახულოს, არც დაბადების დღეზე იაროს, არც ახალი წელი აღნიშნოს, საერთოდ მოწყდეს უნდა თითქოს აი ნაწილი ფიქრობს რომ ასეთი უნდა იყოს ეკლესიური ადამიანი. წირვალ არადა აი კვირაობით მაგალითად ჩემთან ახლოს ტაძარი არის და ისეთი გადაბრანჭული და გალამაზებული ბავშვები დადიან ხოლმე რომ ყველას გვიხარია მათი ყურებაც. მეც ახლა ჩემ შვილებს გამოვბრანჭებ ხოლმე გავალამაზებ და ისე უხარიათ მათ ეკლესიაში მისვლა. რატო ფიქრობ საზოგადოების ნაწილი რომ ეკლესიური ადამიანი აუცილებლად რაღაც ისე უნდა გამოიყურებოდეს უფრო რაღაცნაირად რა ქვია ამ სიტყვას? რაღაც ჩაკეტილი უნდა იყოს და რაღაცნაირად უნდა იყოს ფერმტალი და ზედმეტად მოგზალებული, ხო? აი არა და არ მოითხოვს ქრისტიანობა. არა, რა თქმა უნდა, ეს არის ჯანმრთელი ცხოვრების წესი, ეს არის ხალისი ცხოვრება, ეს არის ბედნიერი ცხოვრება, რა თქმა უნდა და თქვენ როგორც აზბრძანეთ, რომ სამრევლოები ეს არის ოჯახი, დიდი ერთობა არის, ყოველი ტაძარი არის საოცარი სიყვარულით ერთმანეთის გარშემო არიან, ერთმანეთს იცნობენ, ერთმანეთის დაბადების დღეებს აღნიშნავენ, ულოცავენ ერთმანეთს, მუდმივად მოგზაურობაში არიან, მუდმივად რაღაც საქველმოქმედო საქმიანობაში არიან, კულტურულ ღონისძიებებში ღებულობენ მონაწილეობას და აბსოლუტურად მე ვთვლი რომ ეს არის ადგილი, ერთ-ერთი გამორჩეული ადგილები საქართველოში, სადაც თუნდაც არ არის სიბილწე, არ არის გინება, არ არის აბსოლუტურად არ არის ნარკოტიკი, არ არის ეს სიგარეტის თუნდაც სიხარული, პატივისცემა, არის უფროს უმცროსობა, არის ქალბატონის პატივისცემა, დიასახლისის პატივისცემა, უფროს უმცროსის ბავშვებს თავიდანთი ადგილია და ეს არის ადგილი, სადაც ხალისით უნდა მივიყვანოთ ჩვენი შვილები, რადგანაც ისინი ნახავენ იმ დამოკიდებულებას, რომელიც იყო ოდითგანვე საქართველოში. სიყვარულით დამოკიდებულებას, პატივისცემას, ზრუნვას. თქვენ უნდა ნახოთ ტაძარში როგორ ბავშვები ერთმანეთს როგორ უფრთხილდებიან, როგორ ერთმანეთს ეხმარებიან, როგორ ერთმანეთს მიუთითებენ სიკეთისაკენ საკვირაო სკოლები რა მშვენიერია, გარდა ამისა, სხვადასხვა წრეები არის ტაძრებში, რა თქმა უნდა, შესაძლებლობისამებრ დაბალი, ესე ვთქვათ, ანაზღაურებით იქ რაღაც მცირედი არის გადასახდელი, რომ ბავშვი იგივე სხვადასხვა წრეებზე რო ატაროს იქ ტაძარი ფაქტიურად გადასახადს არაფერს არ თხოვს და ძალიან დაბალია იმ მასშტაბების შესანახად, ხო, პედაგოგის შესანახად. ეს არის ერთობა. ტაძარი ძალიან საინტერესო გახლავთ იმითაც, რომ იქ სხვადასხვა პროფესიის ადამიანი დადის და წმინდა ნიკოლოზი როცა ჩავიდა მიროლუკიაში, მან ადამიანები გააცნო ერთმანეთს და უთხრა, თქვენ არაფერი არ გიჭირთო. თქვენ ერთმანეთს დაუდექითო. ადამიანი, რომელსაც ექიმი ჭირდებოდა, 9 სოფელს მიდიოდა და იქვე სამრევლოში ის ექიმი ყოფილა. ადამიანს, რომელსაც ფიზიკური დახმარება, დომებია და რაღაც გაკეთება, სხვა სოფლიდან მოყავდა, აგერ ყოფილა ის ხელოსანი და ეს ადამიანები გააცნო წმინდა ნიკოლოზმა ერთმანეთს და ძალიან გაუადვილდა ლუკიაში ცხოვრება. ამის გამო, აი სამრევლოში რატო უადვილდებათ ადამიანებს ცხოვრება? იმიტომ რომ ისინი იქ ერთი არის იურისტი, ბუღალტერი, ექიმი, მღვდელი, თავისთავად ხო არის არა? არის მრევლი, რომელიც რო დაგჭირდეს, მოვა დაგეხმარება, იგივე საკვებს გაგიკეთებს ერთი კვირა, შეიძლება ვერ გააკეთოს საკვები, რაღაც ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება, ჯერში დახმარება დაგჭირდეს და ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა და ეს თანადგომა დღეს აკლია ადამიანს ნამდვილად, მას ჭირდება თანადგომა, იმდენი გაჭირვება არ აქვს, რამდენი თანადგომა გჭირდება ერთმანეთისათვის და აი ამ მდგომარეობას ადამიანი მიახლება, რა თქმა უნდა, ტაძარს, აი ამ ერთობას და ძალიან ხალისი ცხოვრობს ადამიანი, რა ვზანებთ, ეს არის დიდი სიხარულის მომგვრელი და მე ერთმანეთის შვილებს გულშემატკივრობენ, იქ ერთი ფეხბურთელია, მეორე სხვა სპორტით არის დაკავებული, ერთი აბარებს და რაღაცა აი ამ ეს არის ოჯახი. დიდი ოჯახი. არასწორი გაგება აქვთ ხოლმე ხშირად მრევლის. დიახ, არ იცნობენ, არ იციან თუ რა სიხარული ელოდებათ, როცა ტაძარში მიდიან ადამიანები და გაიცნობენ იქ სამრევლოს თუ როგორი ურთიერთობაა და ყველა ესე ვთქვათ ასაკის ადამიანი არის წარმოდგენილი და ძალიან კარგია და ბედნიერებაა რა თქმა უნდა უფალთან ერთად ყოფნა და ხარობ ასევე ძალიან საინტერესოა რომ წარმოიდგინეთ რომ ჩვენი სამრევლო უკვე 11 წლისაა და ყოველ თვეში ერთხელ დავდივართ მოსალოცად.
და რაც უფრო ესე ვთქვათ დავდივართ მოსალოცად და ვეცნობით საქართველოს ვგებულობთ რომ საერთოდ არ ვიცნობთ ამ საქართველოს რომ ამოუწურავია საქართველოს და მისი სალოცავები ეს ხო არის რაღაც ფენომენალური რაღაც საოცრება გვაქვს ჩვენ რომ თითქოს ტერიტორია პატარაა მაგრამ ძალიან დიდი ქვეყანა გვაქვს რა რადგანაც ამ ქვეყანაში უამრავი სიწმინდეა ჩვენმა წინაპრებმა ძალიან დიდი განძი საგანძური დაგვიტოვეს და აი მას როცა მიახლები გებულობ რომ ძალიან დიდი სიმდიდრე გაგაჩნია შენ ხარ რაღაც დიდი ერის შვილი და დიდი ისტორიის საუკუნეების ამაყიხდები იცით ამას როცა უყურებ ამას რომ სადაშენებდა შენი წინაპარი რას ქმნიდა მრავალი 100 თუნდაც 1000 წლის წინ ეს გახარებს რა თქმა უნდა და შენს რაღაცნაირად ამით იმუხტები და ფიქრობ რომ რაღაცა შენს უნდა მნიშვნელოვანი გააკეთო აი მას აკეთებდნენ ჩვენი წინაპრები და შვილებიც აი ამ გზაზე უნდა ვატაროთ და მაშინ რა თქმა უნდა იქნება ყველაფერი კარგად იქნება და ეკლესიური ცხოვრებაც რა თქმა უნდა მშვენიერია და ძალიან კარგია და სახალისოა და სულისათვის ბედნიერების მომტანი და ყველაზე მთავარი რაც არის ეკლესიური ცხოვრება ადამიანს უბრუნებს ბავშვობის სიხარულს აი ჩვენ რომ ბავშვები ვიყავი და დავრბოდი და ყველაფერი ვიხაროდა აი ეს უბრუნდება ადამიანს როცა ის იწყებს მარხვას ლოცვას თემხაზე მდებარე ყოვლადწმიდა ბიჭვინთის სახელობის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით კონჯარი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი